აი საჩუქრები უნდა გაუკეთო ბავშვს რა. აი ეგ არის ჩასაწერი თუ ვინმეა ჩასაწერითო. სერგი ჯიპიტი ჩაირთო. არტყია ეგ მომცა ეხლა და 1000 ლარს ვიხდი. შევთანხმდეთ სერგი, შემდეგ ჩვენ გადაცემაში ეგ შენი ნიჭიერი და მაგარი დეიდაშვილი უნდა იყოს ჩვენი სტუმარი. აი რა მაინტერესებს იცი რა გახსოვს ტკბილად იმ ძველი თბილისიდან თო საჭმელები ნახე ლაღიძე ხო გავიხსენეთ მე იცი რა მახსოვს სერგი მაგრად პლეხანოზე საპილმენე გახსოვს საპილმენე შეստოის გვერდზე რო იყო ხო შეստოი აძელის გვერდზე აი ახლა აძელი აღარ ვთქვი რას გაიგებენ ბავშვები აძელი რა არის ისე აუხსენი აძელიც უნდა იცოდე ოქტომბრის რაიონის მილიციის თავარი სამმართველო იყო ზეთ პლეხანოზე და მაგის გვერდზე იყო საპილმენე, სადაც მარცხენა მხარეს რიგში იდექი რეშოტკა იყო ეგეთი რკინის, მიხვიდოდით და მე დაგისხადნენ და გეკითხებოდა ქალი რა, კარაქით გინდა თუ გამდნარი კარაქით გინდა თუ სმეტანი? ხო, სმეტანით. რა მაგარი იყო. კაცინო. 40 წელი ბიძაშვილი მყავს. ჭამაში ხსნი და რეკორდებს მიშიკო ჩემი რა. უნდა დაგაძმაკაცო, ხო და შენაირად კი უყვარს დალევა. არ დაგაძმაკაცებ. ხო და გითხრა სერგი. რატო ერთხელ დამალევინე მაგას ერთ. პორცია, ეს იყო ძალიან დიდი, მიშიკო საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ძიუდოში. ჭიდაობაში რატო იცი? დიდი არ იყო 250 გრამი იყო პორცია და ის მაინც გითხრა თასიღებდა. კაცინო მიშიკოზე თო 160 კილო იყო ბიჭო და მე-10 კლასში მაგის წონა არავინ არ იყო. გავიდა ერთი წრე დაარტყა ტატამს ფეხით გაბუნძულდა და ჩემპიონი გახდა ვინ იქნებოდა კიდე 160 კილო. ეხლა გითხრა შევედით ამ საპილმენეში 10 წალი პილმენი და არაჟანი იყო პორცია რა და რამდენი პორცია გინდაო და მე და 1-2 ჩემი ზვაგაცი ვარ და მიშიკო პატარა არის შედარებით საყვარელი მეთქი მე 2 პორცია პილმენს შევჭა თაზო 1 პორციასო ვახო 1 პორციასო და მიშიკო შეკითხებია რამდენი პორცია გინდა და ბლომა და დეიდა ბლომა ბლომად რამდენი იყო 1.5 კილო ბლომა და რამდენსაც მისებდი შეჭამდა 40 წელი იყო თო არა მე დელეკატი კიდე რა გახსოვს ეგეთი სერგი პანტიაში დადიოდი ხინკალზე პანტიაში ბევრჯერ მაგრამ პანტიაში უფრო დავდიოდი ლიგის თამაშების ფინალებზე და იმეებზე აუ რადიოებით რო უყურებდით გახსოვს კი ბატონო ავიდოდით ჟიგულით მე და ჩემი ძმაკაცები ან 0-ზევით ადგილები რო იყო კარგი ბუჩქებში ვიჯექით და შილიალისი რო იყო ლატვიური ტელევიზორი სპიდოლა პატარა ტელევიზორი სპიდოლა გახსოვს თუ ის რადიო იყო სპიდოლა რადიოები იყო შილიალისი გახსოვს რიგა უშვებდა ლატვიური ხო როგორ პატარა ტელევიზორები იყო და ცი რომელი თამაშზე ვიყავი რაგან სამბოშდავი რომელი იყო ლივერპული იუვენტუსი რო ატყდა ჩხუბი და ხალხი რო დაიყო 85 წელი იყო მე 85 წელი კი ბატონო რო დახოცეს მე ლივერპულს 1-2 თუ 3 წლიანი დისკვალიფიკაცია მიცეს ხო როგორ არა დავდი ეხლა სისტემატურად არ დავდი მაგრამ აი პოლუფინალები ფინალები გაზაფხული იყო ერთხელ წვიმაშიც მოვუკევით და წვიმაში უყურებდით მაგალითად რა მეც მახსოვს სერგი რო ავდიოდი ამ პანტიაში და რაღაც ადგილები უნდა შეგერჩია. მთელი თბილისი ამოდიოდა მაგარ თამაშებზე თო. ბიჭო მინდორში ზოგი კაპოძე და ზოგი იმაზე და როგორ გვაკლდა ამ SSR-ში ეგეთი რამე? სად იყო მაშინ ვინ გაყურებ, ვინ განახებდა თუ ძმა ხარ? არ საი ტრანსლაცია როგორ იქნებოდა ვიდეო. შენ რო ეგრე გიყვარდა მუსიკა, ეს როკი რაღაცა. საიდან იღებდი ამ ყველაფერს მასალას? მე მოგიყევი რამდენჯერ თო მე მაგაზე ჩალიჩობდი თო მე მაგაზე. ხო მაგრამ როგორ უსმენდი? მონტე-კარლოს უსმენდი რადიოში. მონტე-კარლოზე გავიზარდე ბიჭო. რადიო მონტე-კარლო რო იზარდა. მაგარი რაღაცა გითხრა. საცეიკო რეკლამები მახსოვს. გინდა მაგარი რამე გითხრა? რადიო მონტე-კარლოში 1993 წელს უსმენ მე მონტე-კარლოს და ქართულ ენაზე მაშინ იყო ჩემი მეგობარი გია დიდებულიძე იყო წამყვალი და ერთ-ერთი თავი რეჟისორი ვაშინგტონში. გოლოს ამერიკის ქართულ სექტორში. და ეგეთი რამე მოვისმინე მე. 14 თებერვალიაო ძირფასო რადიო მსმენელებო და დღეს არისო შეყვარებულების ქალღმერთის წმინდა ვალენტინის დღესასწაული. გილოცავთ ყველასო და ვინც ყავთ წესი ეგეთიო თუ ყავთ შეყვარებულებია აუცილებლად აღნიშნეთ ეს დღეო ეს არის სიყვარულის ქალღმერთიო Saint Valentine's Day, you know? ბიჭო ეს არ დავიჭირე მე და კაროჩე მეორე-მესამე დღეს უბრალოდ გოგო მიყვარდა რა ერთი მაშინ გიჟივით მიყვარდა რა და არმინა სახელი გვარი თქვა ვინ ის ნახავს ხვალდზე და მეორე-მესამე დღეს ვიყიდე ჩვენთან წავკისელებთან ქვემოთ კომნორემეს მოედანზე კაი ვარდების თაიგული რამე და
მივდივარ და ჩუქნი რა, სახში ავადექი, ლამაზად ჩაცმული რამე რომ დედამამა მაგრად იკაიფებს. აი, ახალგაზრდა ბიჭი რა ვიყავი? ჩაცმა მთელი ცხოვრება შენი იყო რა. მოიცა 83 წელში ვიყავი, რა ვიყავი, ლაწირაკი ვიყავი, რა 15-16 ბავშვი ვიყავი, მე-19 კლასში ვიყავი ამერმასოს და ეს გოგო მეუბნება, სახელს არ ვიძახი რა. შეგნებულად, სვენია რა მე უხერხულება. სახელი თქვი გვარი არა თქვა. კაი, მოკლედ, მაშინ უბანს გეტყვი და სახელს გეტყვი რა. დოლიძე, კარგი მოცეკავე, მაგარი დღესდღეობით მხატვარი, სახელი ხათუნა. ეხლა გამგები გაიგებს. რიგით მესამე სიყვარული იყო, ჩემი იმ პერიოდამდე ავედი რა. 16 წლისას მესამე არა, სიყვარული იყო. პირველი მიყვარდა ბავშვურად, 0 კლასში, პირველ მეორეში, მერე მიყვარდა სკოლაში ერთი პატარა კარგი გოგო, პატარა და სკოლა რომ დავამთავრე ეს შემიყვარდა რა. ეს მესამე იყო რა. ხო და ის მეუნება კაროჩე რომ რა არისო, 8 მარტი ჯერ ადრიაო, გაიგე და. არა, მე უთხარ ეს სხვა თემაა მეთქი, ეს არის Valentine's Day მე უთხარი ეს არის მეთქი ესე. მაშინ ვინ იცოდა ეს? არავინ არ იცოდა ყოველ ჯერს ყოველ 14 თებერვალს მე 84 5 6 7 თბილისში თუ არ ვიყავი დაჟე ერთხელ იმასაც გეტყვი რა ლენინგრადში ვიყავი და დათოსთხოვე ტურაშვილს წერილი დაუწერე ძალიან მაგარი წერილი და დედას გეფიცები და იმან მიუტანა და პატარა პადარკით და მაგრად გაგიჟდნენ იკაიფე რა მე ლენინგრადში ვარ და ამან მიუტანა დედა მომეკვდეს რა და აი ეგეთი გოგო აზე ვერ მოდოდა რა იყო ხა ინტერნეტი არ იყო ChatGPT არ იყო Google არ იყო რა იცოდა ეხლა იმან რა არის 14 თებერვალი ხო გავიდა ბიჭო ამერიკაში ამას დიდი ყოველ წელს კი კაცო რა ეს ტრადიციული და არ არის ეხლა სახელმწიფო დღესასწაული შეერთებულ შტატებში მაგრამ არის აღიარებულია რა ხო ეხლა როგორც არის Father's Day Mother's Day Washington Post მაინც ვერ დამკვიდრდა არა გეტყვი ეხლა რა უნდა დამკვიდრდეს ალბათ რა ხო არ არის ეხლა ქართული არ არის ჩვენებური არ არის ტრადიციული არ არის მაგრამ ეხლა ბავშვებს ევასებად გაიგე კიდე რაღაცა ისტორიები აქვს მაგშენ ვალენტაინს რა ხო რა ვიცი ეხლა შეიძლება LGBT სასტას მაგრამ ევასებ მე ვერ кайფობ მაშინ ევასებო და თავს მაშინ თავს მე რაღაცა დღეს ხო დააწესეს სიყვარულის დღისიც ბოლომდე ხალხი რა სიტყვით ამ ქალებისთვის ყოველ დღე უნდა ხო და დღესდღეობით არა ქალი თუ გიყვარს ყოველ დღე სიყვარულის დღე გაქიმასთან ალბათ ეგ არის სწორი რა ხო და რა მომენტია იცი რომ მე დავიკიდეს პონჩი ეს სიყვარულის Valentine's Day რა და მე გაიჩითა საქართველოში სადღაც 2000-იანი წლების დასაწყისში თუ აზე ხა 15-16 წლის მერე გავაძრო ხალხმა წმინდა ვალენტინის დღესასწაული მე ბრეჟნევის დროს გავაძრე თუ და ხა რატომ მოგიხები ეს ყველაფერი მეგობარო რატომ მეგობარო განეშე მე გოლოს ამერიკის უსმენდი ტრანზისტორზე რიგის WEF 10 იყო ეგეთი ტრანზისტორი რიგი ოღონდ მე არ მქონდა და ჩემ დეიდაშვილს ქონა თამადას კახელს და იმის სახში რო ვიყავი ერთად უსმოდით ხოლმე და მახოდ უკაი მუსიკებიც იყო რიგის ვეფი კალათბურთის გუნდიც ხო იყო რიგის ვეფი ყოველთვის უმაღლეს ლიგაში იყო ეს ვეფი როგორი შიფრებოდა რისკაია ელექტრონაია ფაბრიკა ეს რა აიცა ვეფი იყო თუ რეფი კაცო არა ვეფ რიგის ვეფი ვეფი რისკაია ელექტრონაია ფაბრიკა რისკაია რა მოიგონე რიგა რისკაია რუსულად ეგრეა მე რა ბუთი იწება რიგა მაშინ რეფია აი ეს ვეფი იყო ხო ვეფი ვეფი იყო შენი მაშინ მოიცა არა ხო მაგრამ სტატიბა გახსოვს სტატიბა ვილნიუსის სტატიბა რომ მარცვლონისი რა მაგარი იყო ბიჭო ის მიყვარდა ჩივილისი კრაიდა რომ მაგარი ჩივილისი კაუნაში იყო კაუნა ჟალგირიში 7 ნომერი წერები რო ქონდა გვერდიდა რო ისროდა ეს ბიჭაშვილი გახსოვს გივი იყო რა თქვი არ მახსოვს თუ მაგრა ისროდა ეგიც აზე არა ვარტო ჩივილისის ექსასტავი და კაუნასი ჟალგირისი მაგრა მახსოვს ნახე იოვაიშა გახსოვს მე მგონი აი ნუ მეკითხები რა 15 ნომერი იყო ნომრები აღარ მაქვს ჩივილისის 7 მასალსკისი კურტინაიტისი გრისკიავიჩოსი ეგ არ მახსოვს ხომიჩუსი 13 ნომერი მე მგონი ხომიჩუსი იყო ნომრებს ვერ ვიხსენებ ხომიჩუსი ეს ლეგენდარული არვიდა საბონისი ხომიჩუსი წაკითხული მაქვს სტატია იმ დროს რეალ მადრიდი ეპატი მიგლინი ექსი კი ბატონო ეხლა გამახსენდა არ მახსოვდა ეგ კაცი ხო მაგარი ტიპები შენ ხომ მეკითხები ეს CSKA-ს როგორი მაგათი ისინი იყო სუპერფინალები გახსოვს ერთხელ რა მახსოვს იცი სერგი ორ მოგებამდე იყო სუპერფინალი ორი უნდა ეთამაშათ პირველ ადგილზე იყო კაუნასი გასული და კაუნასში და ერთი მოსკოვში CSKA-სთან მოსკოვში კაუნასმა მოიგო ჩვენ ხო ყველა ამ კაუნას ვალეს შეკობდით და მერე ბიჭო CSKA მიქიდან არ წამოიღო ორივე თამაში მოუგო კაუნასში თო აი გავს კი კინაღა მოვკვდი ვერ ვიხსენებ
მაგათაც მაგრები ყავდათ ისე. მე მიშკინი მიყვარდა. მიშკინის მაგარი. აუ რა მაგარი იყო, ვოლკოვი და ის მიშკინი. საწყლები პროსტო მაღლები იყვნენ, თორე ეს ბელასტენი და ისინი მაღლები რო იყო. მაგალი ყველა იყო სერგი. არა, ორს გადაცილებულები ვინ იყვნენ? მე ყველა იყო მაშინ. სილანტიევი, ბელასტენი. სილანტიევი სად იყო? სილანტიევი გონი ლენინგრადში თამაშობდა. ლენინგრად უნდა მეთქვა სპარტაკი იყო, სპარტაკი. მე CSKA იმის თამაშს გეუბნები. ერთხელ არის, იცი დინამოს ხვდებია რა, გაროთ შეგენი რა. გაიგე შენ და დინამოს ხვდებიან და ბავშვების ჯოგი ხო გამოვოდით, თამაში დამთავრდა და ესენიც მოდიან და ჩვენ ხო დაბლები ვართ, არა ბავშვები, მე-9 კლასია, ყოველთვის სპორტ სასახლიდან თამაში მთავრდებოდა და გარდაუვალი იყო, რომელიღაცა უბანი შკოლნიკების, რომელიღაცა უბანთან მიდოდა მაგარი თაკი. პლეხანოვი დოლიძე ვაკე პლეხანოვი. წინა ბაღში იქა, დოლიძის კუთხის ბაღში. შანსი არ იყო რომ მაგ თამაშის ნებისმიერი საფრთხის კავშირის ჩემპიონატის რიგით ჩემპიონატის დამთავრების მერე რა ვიცი ჩემისები განრიგი ქონდა თუ რა იყო შანსი არ იყო ბევრი ბევრზე ხოსე ბევრი ბევრზე 20 და უბანი ბევრჯერ გიჩხუბია ხო კი ბატონო ხო და როგორ იყო ეს ჩხუბები იცი რა მახსოვს ცენტრალური შეცვლილი ხო იცი არა იმის აქედა ქუჩიდან რო შედიხარ რა მაკდონალდის რო შედიხარ რა სპორტ სასახლეში აი მარჯვენა მხრიდან მოდის 4 აი ჩვენ ესე ხო ვართ ეს დაბლები ხო და აი ესე ჩანდნენ იმათ თავები 4 ეს იყო ვინა ტკაჩენკო ბელასტენი სილანტიევი და მეტი არ მე-4 არ მახსოვს ტიპები ჩანდნენ იმიტომ რომ 2 და 20 2 და 22 2 და 18 აუ რამხელები და ტკაჩენკო საწყალი ძალიან ცხოველი იყო თო ცხოველით არ ამხელა მორდა ქონდა და იმ დღეს ულვაშევი დიდი გახსოვს იმ დღეს ამომივარდა საწყალი ტკაჩენკოზე რა იცი ბიჭო Facebook-ში რა რუსული საიტიდან მე გამოწერილი მაგ ძალიან ფათაშორის რუსულ საიტებს ვიწერ სპორტულ საიტებს და Facebook-ში მომდის ინფორმაცია кайფობ მაგრამ ბიჭო ეს ტკაჩენკო საცოდავი უღარიბესი უღატაკესი და ლენინგრადში მუშაობს რომელიღაც ბანკი ტკაჩენკო კიეველი არის ხო ტკაჩენკო კიეველი ახლა პიტერში ცხოვრობს სოლიყოლია პიტერელი და ლენინგრადელი და კაზე მოდი რა სად არის იცი? არა რესტორანში რომელიღაც პრასტოი რესტორანში განა ჰაი კლასის რესტორანში არის შემოსასვლელში დაცვა ბიჭო ამხელა კალათბურთელი ისტორია საწყალი უღატაკესი და უღარიბესი და ვინც იყვნენ მაგარი კალათბურთელები მაგის ძმაკაცები 70-იან 80-იან წლებში თურმე ისინი აჭმევენ ასმევენ რა როგორც შენ პასებს უგორებ შენ ძმაკაცებს რა გავიგე მაგრამ რაღაც ერთ სამსახური ვერ გაუკეთეს არ არის რა ეთქობა ადამიანი რო არის ბადები კაროჩე ჩალიჩ მეისტერი რო იტყვია ჩვენ ენაზე რო არა გაქვს მაყუთის შოვნის ხვატკა ერთი ადგილი და ხარ ზედმიწერით და უაღრესად პატიოსანი და მორიდებული ვის აქ დღეს მაყუთი ნაგლებს თავხედებს და ახრებს რატო უკარგავ ეხლა რა ხოდნეებს და ჭკვიანებს არა აქვს 80% ვინც რისკზე მიდის დღევანდელი საქართველოზე ვიძახი ვინც რისკავს და ვინც ცოტა არც უძე კეთილსინდის რა იქცევა და ცოტა იყოს გადასახადეს მალავს ცოტა არ იყოს ეხლა მე თუ მკითხავ ეგ ცუდი მიდგომა არის არა მე ვაკვირდები აი მე მაგალითად ხო აი არ შემიძლია ისეთ რამეებს მოვაწერო ხელი ფულის გულისთვის რაზეც ტიპები ხელს აწერენ ძმაო ჩემი მეგობრები მაგარი ბიჭები ძმაკაცობდნენ ამ ტკაჩენკოსთან და ბელოსელისთან ზაზა გიორგაძე ვანიჩკა კედია ავთო ერთად დაულევიათ ერთ ვედრო არ ახსოვდაო საზაყვებოდა ბელასტენიზე აი ღვინო დაულევიათ განსხვავებლებს ხო იცი არ მოაკლებდნენ ესე ჩვენთან მოხდა ეს ყველაფერი თბილისში სტუმრადაც მოდიოდნენ ამაცთან ძალიან ძმაკაცობდნენ აი 80-იან წლებში ხარია რომ ჩვენები და რუსები ძმაკაცობდნენ დღემდე ფუტბოლისტებიც ნუ პრინციპში უფრო უკრაინელებად ითვლებოდნენ მაგრამ ესენი უკვე რაღაცა საერთო ქონდათ მე არ მახსოვს რა მაგრამ აი რომ მიყვებოდნენ იმდენი დალიესო სერგი აბა რა იქნებოდა იმ ხელა თავები იმ ხელა ღიპები იმ ხელა გიჟები დალეოდა რა ერთხელ ლენინგრადში კალათბურთელთა გუნდი ყავდათ იქ რო ცხოვრობდი ვალნა გაიგე ბიჭები ხო სპარტაკი იყო და ქალთა გუნდი იყო ვალნა ჩემ ძმაკაც ყავდა ცოლი რა ერთი ამ ვალნადან რა კალათბურთელი ერთხელ იმასთან მივედით სტუმრად კალათბურთელ გოგოებს გაიც და მაღალი ნაშა ხო ვიღაც მაღალი ნაშები ხო თავისთავად იყვნენ მაგრამ ეხლა გითხრა ქალები არის კალათბურთელი პიტერში ხო იცი რო შედიხარ სახში ფეხზე უნდა გაიხადო რა წესი აქვს ბიჭო მაგათ ბიჭო ხო არ აკლია დაიცა გითხრა სერგი კაროჩე რაღაცა ერთი 10-12 გოგო იყო გუნდი რაღაც მომაყოლე მაგაზე და მოგაყოლინე და მაგათი ნაშებიც ვიღაცები იყვნენ მოსული კალათბურთელები სერგი შევედი გავიხადე ეს 44-45 ჩემი მე არა მაქვს ახლა პატარა ფეხი მაგრამ აი 50 ზომა ბოტასები
ალაგია ბაბაჯანას ქოშები ვიცო. მეთქი ვინ არიან თურმელი კალათბურტელები არ არიან. მე ახლა ხო არა ვარ პატარა. შესაძლოში იყო ეგენი, ხო? შესაძლოში ამათი ყველას გახტილი ბიჭო. ყველაზე დიდი სფეხი ზომა იყო 54. არ არსებობს. გეუბნები რა. ამ გოგოებსაც კაი 47-ები და 48 ყველას ხონდა. 54 არ გამიგია. მე მგონი ყველაზე დიდი ფეხი. რა არ გაგიგია 2.20 რო ხარ 54 რა არის? 12 მაიკ ჯორდანს ქონდა და მეჯი ჯონსონს 50. მე რა სიმაღლე მაინც და მაინც ის ხوارო და იყო ამერიკელი. და შენ გონეთ კაჩენკოს ნაკლები ექნებოდა ფეხითო? მე 50-ზე მეტია, 52-ზე მეტი არ გამიგიაო. არ გაგიგია რა? მე რატო ახლა ამერიკაში ახლა მე ზომას არ ვამტკიცებ, მაგრამ მახსოვს ეს ელაგა ერთ ფეხსაც ველები რა. აი ბიჭო, ეხლა რა ზომეშლება იცინერები. შენ რა უნდა მოგეყოლა? 86 წელში თამადის ძმა, ჩემი გია დეიდაშვილი და მე 86 წელია გაქანებ. ბოდიში სოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში მორჩა. ვა, გუგა მოსულა. ვა, გუგლი. მოდი ჩვენთან რა. მომენატრე ბიჭო. სერგი, ვეღარ უნახულობ რა. ეგრეა. ნახე ჩაპიკოს როგორ გაუხარდა. ჩაპიკო ადიდასებში თუ? ადიდასებსია. მომიყვანე აბა ჩაპიკო. ჩაპიკო ოტორე ხაგელებითაც. გუგა, მოდი ცოტა ხანი დაგვიჯექი რა. მოდი შედა, მოდი. გაიხადე კურტკა და მოდი. მაგარი რამე ააძრო ჩაპიკო, ადიდასები, იმას აგავს ბეკენბაუერში. ბეკენბაუერია რა. ბარსელონა ხო ეცვა? გუშინ სტრეშკაზე წავიყვანეთ, რაღაც მოდი სერგი შემოუშვი. მოდი გოდიში. ცაბა მიდი გუგასთან, მიდი. ხმას აიღებს? კი, შენის გინდა მიკროფონი? მამა რაღაცებს ბაზრობთ რამე და სერგი რა. ჩვენი მესამე სერია. მეც დამაგვიანდა, მე 15 წუთი ეგ არაფერი მოსულა. ბოლო სოჩაში წავედით სოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა 86 წელს რა, ლეგენდარული ჩემპიონატი, რაცტეკაზე რო იყო. ყველაზე მაგარი ჩემპიონატი ჩემთვის 82 იყო. შენთვის? აბა რა. და 86-იც მაგარი იყო რა. 86-ის მერე მარადონას გამბო იყო ყველაზე მაგარი. 86-ის მერე მე სოფლიო ჩემპიონატი ვერ ვნახე წესიერი. მე ამერიკაში ჩაიკუკეს 90-ში რა. არა, თუ 14-ში 90-ში იტალიაში. იტალიაში იყო ხო? 14-ში ამერიკაში იყო, 18-ში საფრანგეთში იყო, მაშინ ამერიკაში ვიყავი ზიდან მანა ბიჭო. სერგი ჯიპიტი ჩაირთო. ორი გოლი თავი გაგვიტანა. მაგრამ ევასე. აი ბიჭია ძალიან. ზიდანი დონე იყო, დონე. აბა ვის ამსგავსებ? ზიდანს დათო ყიფიანი თო. ზუსტად ყიფიანი ხო, მაგრამ ეს უფრო ჩემი ზიდანი ყიფო იყო. ხო, ზუსტად ერთი მანერის ფუტბოლისტები ვარ. ხო და კაროჩე 86 წელს გია მორიდებული ბიჭია, ვერ ეპათხონდება ქალებთან დერბი. ეს შენი დეიდაშვილი. ხო რა, ჩემზე ეხლა რომ მოусმეს არ გეტყვის რომ დიდს ვიყავი მორიდებულიო. არა, მაგარი სკრომნი ტიპია, კაროჩე რა. ესა დათო ძმა? დათო ლაყაფისტია, რო ჩართავს ვეღარ გამორთავ. მე მაგასთან მონაგონი ვარ. შენ მონაგონი ხარ? ასე ხარ მამა რა იქნება? ეს თუ მონაგონია იმასთან? ტიპი რომელიც ერთი ჩამოვიყვანოთ და ჩავწეროთ რა სერგი. აი ეგ არის ჩასაწერი, თუ ვინმეა ჩასაწერიტო. სო თქვენ შემდეგი გადაცემიდან სტუმარი უნდა დაგემო. მაშინ დათო იქნება ჩვენი სტუმარი პირველი. დათო კი ბატონო, მე ჩაფიქრები. თან ყველა იცნობს, ყველა კომენტარებში წერენ რომ დათო მაგარი ტიპია. ზაო, აი ახლა მე თელი ძველიანაგა და ახალი მაგარო მაგას აქვს რა. ჩატირას დავარეკიდე მაგასთან, იმიტომ რომ ჩემ ნომერს არიღებს მის დღემში, ხო და მე დაურეკავ კაცო. შევთანხმდეთ სერგი, შემდეგ ჩვენ გადაცემაში ეგ შენი ნიჭიერი და მაგარი დეიდაშვილი უნდა იყოს ჩვენი სტუმარი. სანამ გავა ლიცინაში სტუმარი მოკავ ერთი კურტკით რო დადიოდი მთელი საძმა კაცო. ხო, აი ეს რო ყვება, მე პოლოები მეცვა ბავშვობიდან. შენ რომ რა გეცვა, მაინტერესებს. ხო და ბოლო ეტაპი არის არგად გაწურული სველიტილო ხო ამოყრილია უთ პატარა ნაწილაკები ნაგავი და რამე. კარგად გაწურული სველიტილო უნდა გადააფინო, კაროჩე, კაი ხის პოლის ჯოხს და დაუკვე წინ დაუკან. ანუ ეს სკვესიო რა ბოლოს და ბზინავს რა ნოხი რა. ეს პილასოსი ბიჭო ჩართავ ბზუის, ღმუის, მე კი იღებს უტვერს, მაგრამ ბოლოს თუ სველით არ მოწმინდე კარგად. არის აი, გონია რომ ვერ ღმერთო რამდენი რამე იცის ამ კაცმა რა. აი, ეგ ბოლოს სველიტილო აუცილებლად. გავხოთ გაწურული სველიტილო რა. სერგი, ეხლა ეს მაგარი შმოტკები სულ გაცვია და გეცვა. ეხლა ნახე რა მაგარი რამე აცვია თო. ეგ ის პოლოა? აუცილებლად, ეს არის რაც არის. მომისმინეთ, მაგაცებს აძლევდი ხოლმე და იასნია ხო? ჩემ ბიჭო, მთელი საძმაკაცი ერთი კურტკი ძავდიოდი. ჩემი ძმაკაცები პაესკებში რომ მედიოდნენ, ჩემი ნიუ ბალანსები ორი კვირა ვათხოვე რა და მეთქი წაიღე შენ. ჩვენ სერგი
ერთი დუბლიონკა ქონდა გიგი და დათოს. შეყვარებულთან მივდივარ, ჩამატი. გიგი და დათოს ერთი დუბლიონკა ქონდა, ბიჭო და ვინც კი მოსკოვში და პიტერში მიწავედით, ან გინდა სადმე რუსეთში. ყველა სიზგვეცვა იმ ზამთარში, თო. კანადური დუბლიონკა გახსოვს? არ მახსოვს. რა ღირდა 1500 მანეთი. ეგ არ ვიცი არასოდეს მაგის ყიდველი მე არ ვიყავი და 1500 მანეთი ღირდა კანადური დუბლიონკა მაშინ როცა ექიმის ხელფასი იყო 85 მანეთი. ექიმის? ხო. 100 მანეთი არ იყო? 100, 116, 112. დედაჩემ საწყალ ბოლოს 116. შენ პირველი ხელფასი რამდენი ქონდა? თუ ხელფასი არ ქონია? როგორ არა მქონია ხელფასი, კი. რამდენი? მაშინ ეგუნა თქვა რა. თქვი რა. ზოგს შევეცოდები, ზოგს გაუხარდება. კრაკაი ტიპი ყოფილაო, როგორი პატიოსანი, როგორი მშრომელიო. მერვე კლასი რო დავამთავრეთ, ჩემი კარის მეზობელი იყო. პრარაბი ტაბახმელაში შენდებოდა. მე რო არ მიტყდება და არ მეთაკილება მის მოყოლა. რატომ გაგიტყდეს? შენებლობა მიმდინარეობდა ტაბახმელაში იყო, წამლის ქარხანას აშენებდნენ. 83 წელია ზაფხული. მე 9 კლასში ვარ. სკოლა ხო დამთავრდა მაისის ბოლოს და რა ერქვა იმ ბიჭს აღარ დიდი წლები არ ვინახია. წაგიყვანას. არა, მე ვთხოვე რა, რომ კიევში მინდოდა წასულიყავი პაესკაში, ინსტიტუტში მოწყობის პონჩი, რა პაესკის ფული არ ქონდა ახლა. დედაჩემს 500-600 მანეს ვერ ავთხოვდი, სათქონათ ხო? პატიოსანი ხალხი იყო და არ იყო კორუფცია მაშინ არაფერი და ყველა დიდი ხელფასი მე რაც ქონია და უკანას პირველი და უკანასკელი ხელფასი იყო. არა, კიდე მე მქონია ბანძი ხელფასი რა. უემი ხო იცი ნიტმე, ვაჟას ბოლოში. ვაჟას ბოლოში უემი, ახსოვს შენ. ხო, მან პარტიაში მიღების პონჩი დედაჩემა მომაწყო, სკოლის დამთავრების მერე 1 წელი გემუშავა ფრეზერნის სტანოკზე, ფრეზეროვშიკად. აი დედას ფიცაურო 85 წელი იყო და დღემდე მაქვს ფრეზერნის სტანოკის კოჟრები რა, თუ რა ქვია მას მაზოლები. მართლაც. მეოთხე რაზრიადის ისა ვარ, ფრეზეროვშიკი ვარ შენ. მე კი არ არის. ნაწილებს დეტალებს ჭრიდი რამე რომ ვისწავლე ბოლო-ბოლო. მან თქონა რაღაცა 150 მანეთი და იმან მომცა. ეგ ტაბახმელაში. ტაბახმელაში მშენებლობა იყო, სტროიკა იყო, გრუშიკი იყავი, ძმა ბეტონი უნდა ტაჭკით გეთრია იქ. პაცობრიკი ვიყავი, მე ხო ხელოსანი არ ვიყავი, მაგრამ 800 მანეთი ავიღე და პაესკა ვღილიქე. თვეში? არა, ორ თვეში. 400. და პლუს აკრადნოი ამათ ვინიცია ხარ ვლაპარაკობ აკრადნოი ხო გახსოვს აკრადნოი რა იყო გამახსოვს ზემოდან დანამატი კაი იმაზე რა პრემიასავი პრემია რა ჩვენ აკრადნოი ძველი სიტყვა პრემია 100 მანეთი ძალიან დიდი ფული 401 402 ივლისი აგვისტო ვიმუშავე და პროფესორებს ხონდათ 400 მანეთი მაშინ ხელფასი ეხლა იკაიფა ჩემი ძმაკაცები ზოგიერთები ცოტა მაყუთიანი ოჯახის შვილები 0-ზე ვატკები დადრიოდნენ და მე რენოვას კუჩი მაშინ შემოვიდა გახსოვს მე ვყავდა 85 წელში და მე დედას ფიცა ვარ მეტროდელისამდე ჩავდიოდი იქ პაზიკი გახსოვს პაზიკი ის რო იყო რა ქვია პატარა ავტობუსი ბანზი ავტობუსი წიროქონა ცხვირი როგორ არ მახსოვს ვაკეში დადიოდა 85 ნომერი იკაიფე მეტროდე ხა მე ბიჭო არ მეთაკილება მე ეგეთიც მე ეხლა რა ბილი ჯოელი თუ ხილბოთრის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა მამაზაღლი მე იმაზე მეტი რითი ვარო არა ვთქვა პაზიკში ვდებოდი ბუშებთან ერთად და ტაბახმელაში მივდიოდი და საერთოდ გუშინდელი დღეს მოზე წუთები რა და კიდია ძმაო არ მეთაკილება შრომ არ მეთაკილება ნეტა ის ჯანი მქონეს ეხლა მაშინდელი ეხლა და ვინმეს არ მოშინდა ჩერსიგლი მით უმეტეს ჩემი ოჯახის წევრს ისევ წავალ მშენებლობასაც და რა პრობლემა მაგრამ ეხლა მშენებლობა კი არა აგძლის მომედი ისე მткиვა წელი სახსრები და ყველაფერი და იქ ცოტა ხო არ დამიბერდი სერხიო არა მენტალურად არ ვიბერდი მაგრამ ფიზიკა მაინც მიშლის ხელს რა უკვე ცოტა ვერა რა ჩაბეკოს დამიბერდა ცოტა ბიჭო და 800 მანეთი ავიღე ძმა მოვხიე კიევში იქ პირველი ჩემი ნაბიჯები იყო უკრაინული რა კიევური და იქ ინსტიტუტები რაღაცეები кайფები რა მაგარი მე პიტერში გადავეთრიე და 3-4 წელი პიტერში გადავეთრიე მოღვაწეობდი აბა ეხლა გადავეთრიე აბა რა მე რა უნივერსიტეტში კი არ მისწავლე შაიბა გახსოვს ბარი სავეცკაიასთან მაგის გვერდით ეგეთი გვალი ბარი იყო შაიბა ერქვა აუ არ მახსოვს შაიბა ერქვა სავეცკაიაში ვცხოვრობდი მე აი ეს ამბავი რომ მოგიყევი რა არ მინდა ეხლა თქვა რა ხო მაკედან ქშარი მან დავიკიდე რა 10-22 ნომერი იყო ეგეთი რა როგორ გახსოვს მეათე სართულზე რა საპარაკო ბიჭო რავის 4 საათზე ტრუსიკი ამიყვანეს და გამათრიეს თო პოლიცია თო იმენა ჩარვალის არ ჩამაცვეს თო 4 საათზე დამიკაკუნეს და გრუზინ ტიგლავარეტა ი მაფია მაფიოზა იყავ ისე არა რა მაფიოზა ვიყავი თო რაღაცა ჩალიჩობდი რა საქმეში და დაგაბრალეს ამოხრებმა დამაბრალეს აღარ მინდა მას მოყოლა იმის მერე ნახევარი კაცი ვარ გავანებეთ აი იმის მერე მაგ ნევროზები და ყველაფერი უბედურება ხო და აბა როგორც მაო სტრესია მაგარითო უდანაშაულო ლოკაცი რო რაღაცა ტყუილუბრალო რაღაც შარში ხარ და არ ციცი რატო რა მოხდა აღარ მინდა მაგ თემაზე მოვშა დაკეტილი თემაა კარგი ეგ თემა შევცვალოთ მაშინ რამე კარგი სერხიო აი ახლა მე მაგ შენ დაკითხვა მიდია რა შენ ბავშვობაში სულ მეკითხები შენ მე ჩემსაც გეტყვი მე
ყველაზე ბედნიერი წუთი როდის დაგედგა პატარაობაში, სანამ ბიჭობაში შეხვდოდი, კაცობაში რა, ბიჭობაში. აი ბავშვი რო ხარ, ჯერ აი არა ხარ რა, კაროჩე, აი რო იტყვიან, მენტალური ტრანსფორმაცია რო არ განგიცდია ჯერ კიდე. სამი ან ერთი წუთი როდის გაგიგზელდა, მე მაგალითად ყველაზე ბედნიერი წუთი ჩემს ცხოვრებაში ეგ მქონდა რა. მაშინ მე გეტყვი, ნამიოქს მოგცემ რა ხოდელობაში. არა, მე ჩემსაც გეტყვი, შენი ნამიოგი რა თქმა უნდა, ნამიოგი ხო ვერ მივხვდები რა გაგიხარდა ყველაზე ძალიან ბედნიერი აი, რამდენიმე რაღაცა ძალიან მაგრად მახსოვს სერგი რა. ძალიან მაგრად მახსოვს, აი საჩუქრები უნდა გაუკეთო ბავშვს რა. გასია. ნახე, ვაკის პარკში. დედაჩემის მეგობარი, ოჯახი იყო, ერთად მუშაობდა დედაჩემთან ერთად და იმის დედაჩემის მეგობარი იყო ქალი ნინო, მაგას ვენაცვალე და მაგის მეუღლემ 50 ლარი მაჩუქა სერგი. მაშინ მალარი ვაკის მანეთი რა. ეს 50 მანეთი რომ მაჩუქა ბიჭო. აი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი რამდენი იყო, მაგრამ მივხვდი რომ ბევრი ფული იყო რა. ამოიღო და მაჩუქა რა. გასვალე, მაგარი ქალი ყოფილა. არა, იმის მეუღლე მაჩუქა, ვიტყვი რა, ნოდარი ჭყონია რა, მაგას ვენაცვალე. დღემდე სერგი სულ ცდილობ რომ ბავშვებს ვაჩუქო ფული, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. ამ მაგარმა კაცმა რომ ეს თანხა მაჩუქა რა. კაცმა გაჩუქა თუ ქალმა ვერ გავედი. არა, დედაჩემის ამხანა გიყო მეთქი და იმის მეუღლე ქმარი შეხვდა რა ვაკის პარკში. და 50 მანეთი. მე და დედაჩემი მოვდიოდით ვაკის პარკში 50 მანეთი. ხო, მაშინაც ტაბიძეზე ვცხოვრობდით და ეს პარკი გამოვიარეს და იმისიც პარკით გამოდიოდა. ეგრევე ეცი ნაყინებს იმეებს. არა, რას ვეცი აღარ მახსოვს, მაგრამ ეს ბედნიერება მახსოვს ბიჭო. აი მაგიმი რომ შენგან პასუხი. 50 ლარი რომ მაჩუქა თურმე აჩუქე რა დღესაც ბავშვებს ეს ფული. კი ბატონო. აი ძალიან მნიშვნელოვანია სერგი. მაგარითად. შკოლნიკი მაჩუქა ბიძაჩემო ველოსიპედი. აუ, ეხლა საწახვედი, იცი საწახვედი. და ეგიც როგორ მახსოვს იცი? აი, კაროჩე იცოდე რომ ბავშვების ფსიქიკაზე საჩუქარი უმნიშვნელოვანესია. კეთილი ხო ხდები, ადამიანები ხო გიყვარს. ბედნიერი ხო ხარ და 700 წელი გავიდა და მახსოვს რომ იმ კაცს დღემდე სადაც ვნახავ იქ დაუკოცნი ხელებს რა. არ მინახია მის მერე გასა. როგორ არ მინახია ბიჭო, უმაგრესი ოჯახია, უკარგესი ხალხია და ეხლა ცოტა ასაკშია, მაგრამ მაგარ ფორმაშია რა და შენ გენაცვალე მე რა. მამაჩემი არის მივლინებაში ქალაქ კუიბიშევში, დღევანდელი სამარა. 10 დღით წავიდა მივლინებაში და დილის 7 საათია ვარ პირველ კლასში თუ 0 კლასში, 0 იყო ჩვენ დროს. 0 თუ პირველი, დაზმერა. მნიშვნელობა არა აქვს. მაღვიძეს მამაჩემი და არის ესე 72 ესე იგი. 60 გაგრას ეგრა 72 წელია. და პატარა ბავშვის ლოგინში მე მძინავს. ჩემ და სალკე ლოგინში ძინა ბავშვის და ეხლა ქალ მშობლები ხო ერთად არიან. იტოქში სალკე პატარა აი ამ ხელა ლოგინში მძინავს. მე სიგრძე არც ვიყავი, პატარა ვიყავი 5-6-7 წლის და აი წამი არ დამავიწყდება. მუაჯირი ხო აქვს კაცო ლოგინს. რო არ გადმოვარდეს ბავშვი რა და შეგინჩა მუაჯირზე უდევს 2 ბორბალი. მარცხნივ და მარჯვნივ დამატებითი სამთვლიანი შკოლნიკს მანახებს ჩამომიტარა. შენ შკოლნიკი გახსოვს სერგი? ეხლა თავში ჟუალტება დამიარა შენ რო თქვი ვიღაცა ბიძაშვილმა თუ ვიღაცა. ბიძაჩემა მაჩუქა მე შკოლნიკი. შკოლნიკი ამოუწიე თავი და რატო იცი? რაზმიკას ბიძ მიშკა უგანეზოს ჰქონდა შკოლნიკი. ვალოდია ბაგდასაროვის არკადის ჰქონდა. ნოდარა რომ მიფიქრა ერთი ამამდე დასვათირეო. ჩემს რატო ისენი ზოგი მალიარი იყო, ზოგი გრუშჩიკი იყო და მე ქიმიკაცი ვარო და ჩემშუს არ აქონეს და ჩავამიტანა აი რო იტყვია რა ტუალეტიდან გამოყალელი შევსდი თავის პატორს. მომისვინე სერგი, თბილისში არ იყიდებოდა? არა ბიჭო, არ იყიდებოდა. აი ფული რო ქონოდა ვერ იყიდი მაინც. ჩამოქონდა შვილებისთვის მატარებელთ რუსეთიდან. ხო და ჩამომიტანა ძმა უნივერმაგში უყიდია და მე მგონი რაღაც 60 მანეთი მივეცედა. 60 მანეთი მაშინ ფული იყო ერთვის ხელფასზე ზოგიერთის. და რო ავიხედე და რო დავინახე შკოლნიკი ის სემესტრი თუ რაღაც მის მეოთხედი 5-ზე დავამთავრე თუ არ ვწდებით, ახლა მაგრა ვიღადავე რა ერთ რაღაცაზე რა. რაზე? ხო გავედი გარეთ მოსაწევად. ხო. და ამ ერთ დღეს სიგარეტში წამოვიყვანე ერთი პასაჟირი კლიენტი. ვიღაც რუსის ქალია, ასაკიანი ქალია და ინდაურივით აკნევს თავს, ზემკედლებს უყურე. ვერ წაუკითხია რა არის მარაკანა რა და ვიცი რომ რუსია, რაც ხვირზე შევატყვე რუსული რა და კურნოსაზე? კურნოსაზე დაგერძის, ახლა აქ შემოვიყვანე. ხო და ეგრევე დავეშვი რა, კაროჩი მე უთხარი ეს რუსულად მეთქი რაღაც მეთქი რასაც მეთქი, დაგეხმაროთ რომ ეს და просто хочу перекусить что-нибудь, რა სლიხკაო რა.
მე უთხარი ამაზე მაგარ ადგილს ვერ ნახავთ მეთქი ამ მიდამოებში მეთქი და თუ შეიძლება გვესტუმრეთ მეთქი და გცემთ პატივს მეთქი და კი ბატონო დიდი სიამოვნებით მე უთხარი მეთქი ეს არის მარაკანა ეს მეთქი ჰოკეი და ჰოკეის რაინც რუსია ჰოკეის კუთხეც გვაქვს რეგბის კუთხეც გვაქვს ფეხბურთის კუთხეც და ქავს მე პიარი ხარ სერიოზული რა აი ზუსტად 5 წუთში მოუყომარე და ერთი 5 თვიანი შემოვაგდე საქმეა ზმაოჯა არა რაღაცა ხო არის მაინც თან ეხლა მაგით სხვას მოიყვანს თუ ვასიამოვნებ და ეგრე რა ერთი სიგარეტის მოწევაში ერთი კლიენტი შემოვიყვანე აღარ უნდა დაანებო ამ სიგარეტს თავის ერხიო ბიჭო რას ვეწევი დღეში ვეწევი მაქსიმუმ 7-8 ღერი პაჭკას არ აღარ ეწევი ხო ეწეოდი არა ნუ ეწეოდი ადრე მაგრამ არ ვეწევი ვერ მე თუ კომუნიკაციაში არა სახში საათები გადის არ მახსენდება სიგარეტი და როგორც გამოდივარ ქუჩაში და რაღაც კომუნიკაცია ემოცია გაიგების ფონზე მაწევინებს მოდიდათ მე მწეველი არ ვითვლები და ტიპები ვიცი ორპაჭკიანები არიან ზაპროსტო მე როცა ვეწეოდი ზუსტად ორპაჭკას ვეწეოდი და ორპაჭკას ფიზიკურად ვერ მოდებოდი სერგი რა და ეგეთი კაი საქმე ჩემი თავისთვის არ გამიკეთებია ამ დამპალ სიგარეტს რო დავანებე თავი რა აი ყველაზე მაგას კიდე დალევა ჯობია ისაც ნორმით კვირაში ერთხელ რელექსაცია თუ ნორმო იყავი თუ ნორმა იცოდი ადრე მე ნორმა ფაქტურად არასოდეს არ ვიცოდი არ იცოდი ხო მე თუ დავლევდი ბოლომდე უნდა დამელია სანამ აი ეგ რა ხდება სერგი მოთხოვნილება თუ აი შენ ამით რასაკეთებ როგორ არის და ეხლა მე რო არასდროს ამდენის არ ვსვავდი იმიტომ მაინტერესებს აი რა ხდება ორგანიზმში გეტყვი გათიშ მე ცხოვრებაში არ გავთიშულვარ აი ბოლომდე დალევას არ ვძახით ჩემზე აი ტორმუზი რატო არ იციან მსმელებმა აი მე გეტყვი რა ბოლომდე დალევა რას ნიშნავს ჩემ თავზე ვიძახი სანამ უკვე ბოდიში და ერთი ადგილი აღარა მაქვს დალევის და მე სანამ არ ვითიშები ძილისგან ძილი მინდა რა უკვე რა თორე ის რომ ფეხი ამერიოზა იცი რა მაინტერესებს რამე არ მახსოვდეს მეორე აი რა кайფია ბოლოს უკვე რო აი შეჯიბრი არ მიყვარდა არა უაშორეთ განსხვავებულები მით უმეტეს მე თუ არა შეჯიბრი რო ცდილობს ერთი მეორეს აი მენა მოკალას რა მე ყველაფერს ვაკეთებ ინდივიდუალურად ჩემი თავის საკაი ხო მაგრამ შენს რო არ იცოდი ზომა ეგ რა პონტია უკვე ამას დავლია ბოლოს დალევებში დავლია და მეორე დღეს აღარც დამილევია და ადრე მინდებოდა მეორე დღეს ეხლა უკვე მე ერთი ძმაკაცი ხო ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან ცნობილი თამადა რა ხალხს ვიღაც ალკოგოლი კი მგონი ვარ სერგი მე ჩემ ძმაკაცზე გიყვები ძალიან ცნობილი თამადა ძალიან მაგარი მსმელია ამდენი წელია სვავს აი ბედნიერია რა რომ დაყარის ხოლმე ამ ხალხს რა ვეუბნები რა кайფია то აი რა ნუ რა მოუგე დალევა რა არა მე მაგი მკიდია რა ვის დავყრი ვინ დამაგდებს მე მკიდია მე ვარ ეგოისტი რა დალევის დროს ჩემ თავზე кайფო რასაც მინდა ვსვავ რასაც მინდა აღარ ვსვავ ზომა რო არ ვიცით ნუ ეგ უკვე ჩვენი ქართული პრობლემაა ჩვენ არ ვიცით ზომა არ ვიცი რა მე მგონია რომ უნდა ვიცოდეთ რაღაცებში ზომები რა что должен быть меру сказал Джавахарлал Неру გახსოვს ნერუ ინდირა განდის მამა იყო ხო? ოღონდ არ მახსოვს რა ხა ჩემ პარალელ კლასელი კი არისო ვიცი რომ ეგ იყო კვარანცოველი არისო? არა ლოტკინელი კაი ბიჭი იყო მომისმენე კვარანცოველი ჯალა ლოტკინზე როდის იყავი ბოლოს? საერთაშორის 1-2 თვის წინ ვიყავი რაღაც სახლი შენდებოდა ჩემ ძმაკაცი აშენებს სახლს ლოტკინზე რა და წამიყვანა მანახა კაი სამსართულიანი ბიჭო ვეუბნებითო ხედები აქ ზღაპრული ხო? ისე რა სადღაც თბილისის ზღვასთან ახლოა და ასე შემდეგ რა. ლოტკინი ხო თითქმის ფუნიკულიური ზონეზე არის, მაღლა ლოტკინი რა. აი პოლიციას უნდა გაცდე კიდე, მე მარცხნივ შეუხვიო და იქ უკვე არის მაგარი ეს ივერთუბანი თუ რა. ივერთუბანში წამიყვანა ხო. ვეუბნები ბიჭო ამ ხელა სახში. ლოტკინი აქეთაა რა, ლოტკინი სხვა არის თო. ივერთუბანი ჩათოლი ახალი ქალაქია რა. ახალი კი. მან დაშენებს რა. ხოთაშორის ბევრი ისეთი როჟა იშენებს მაგრამ სერგი ერთი ის მითხარი ბიჭო მე ციგანსკი პასიოლოგში დაიმარ შენ სიგარეტები საიდან გქონდათ თო მე მგონი ლვოვიდან და ოდესთან შემოქონათ ციგნებს რა ტალკუჩკებზე რა ციგნებს ხო ხო აბა ციგნებს აბავი ფრანგები პედრო ჟუვაჩკები მან ჯისებიც იყიდებოდა აღარ მახსოვს მე არ არა სიგარეტი მახსოვს პედროები მახსოვს სიგარეტი ჟუვაჩკები არა რა რიტუალივით იყო რაღაც ფულს თუ იშოვიდი ადიოდი სამანეთად უნდა მალბორო გეკიდა რა მე უკვე ატენზე გაიჩიტა სიგარეტი ატენზე გოზალა თო გოზალა გახსოვს მოგაწოდა ფანჯრიდან გახსოვს სემიჩკა პედრო დონალდო მალბორო მაგარი დრო იყო
გოზალა, ატენზე. ჩელუბაში სადაიცი? შენთან სად? ვარანცოვის მოედანზე. სანამ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შედიხარ, პატარა ქუჩა რო შედის, მარცხენა მხარეს. მაგრამ რა ერქვა იმ ხალხს? შურაო თუ რაღაცა ერქვა. დოდოსტოჩკა გახსოვს მან? დოდო რა. დოდო ბიჭო პირველი 24 საათიანი მაგას ქონდა უღოთ ეს 90-იანებში გეუბნები. 90-იანებში დოდო კაცო. ვაიმე დოდო აი ზერო ჩამოუხვევდი რა ტიფლისი როა რესტორანი და მანდ რო შეუხვევ თუ ტიფლისია რესტორანი და მარცხნივ რა პარკაში ეხლა მანდ რაღაც იმეებს აკეთებენ თუ იცი ელექტროგენერატორებს სერგი აუ დღეს ისე ნერვები ამეშალა რამდენი სკოლა გამოცვლილი სულ 2 კაცო რომელი და რომელი 30 და მე პლატოზე გადავედი ბოლო 2 წელი რა გადავედი რა გამაგდეს და წაგადანათრიეს იქითკენ რა ჩვენი დროის სკოლა და ეხლანდელი სკოლაზე რა სიტყვი მე კლასი დამთავრებული არ იყო 19 ორიანი მქონდა მიღებული რაში ყავდა ორიანი თო ყველაფერი იცოდი ყოველთვის და ფიზიკა მათემატიკა ქიმია არ ვსწავლობდი და ორიანები 19 რა ბიჭო სვათი საგანი იყო და არა ძმაო ორიანები ვქონა ბოლომად არ ვსწავლობდი რა მე კიდე რა ფუტბოლს თამაშობდი და მან ლაზგან და რა ბიჭები ვიყავით ისე როგორი ატოვისება ხო ქონდა მასწავლებლების დირექტორის მიყვარდნენ რა საპარაკობთ ჩემი მასწავლებლები დღემდე მიყვარდნენ შრომის მასწავლებელს კი აგინედა შრომის მასწავლებელი არა ის შრომის მასწავლებელი არ იყო თქო რა იყო ის იყო სამხედროს მასწავლებელი. სამხედრო ხო. მე კიდე ბიჭო ფიზკულტურამ დამიწერა 4-იანი ატესტატი გამიფუჭა. მაგის დედა ვატირე. დანარჩენში რა ხუთები ყავდა. ნუ ხუთები და 4-ები რა, ეგრე ბოლოს დაგვიწერეს, ეხლა აბა 3-ები რო დაეწერათ. მე სკოლა დავამთავრე ჯამთელ 3-იანებზე, მაგრამ კლასში ყველაზე მეტი მე ვიცოდი. იცი რა, ეხლა ხუთოსანი მე რო არ ვიქნებოდი ისედაც იცი. და არც პრეტენზია მქონე, მაგრამ სკოლის ბოლოს დაგვიწერეს რა. აი სიტყვა არა, ხუთოსანი არის ფრიადოსანი უნდა ყოფილიყო. ფრიადოსანი არა ტოროლატო. ხუთოსანი შეიძლება ხუთები დააწეროს დედა შეიძლება. არა, მე მაგრამ მიყვარდა მასწავლებლები და ეხლა ხო ხდები სკოლაში რეებს ვაკეთებდი, მაგრამ ყველა მომეფერა ბოლოს სუ კარგი ნიშნები დამიწერეს. ამ დეგენერატმა ფიზკულტურის მასწავლებელმა გამიფუჭა ატესტატი თო. მიუხედავად სპორტსმენი იყო. როგორ იყო იცი ჩვენ დროს 4-ნახევრის ატესტატი რო გაგეტანა 10 5-იანი უნდა ქონოდა 9-4-იანი. კაცო. ყველაფერი პატკონტროლი იყო. ამან 4 დამიწერა ამ ჩემისამ და 9-5-იანი გამომივიდა და 10-4-იანი თო. და ვეღარ მიიღე 4. აი რაშიც 3-ები მყავდა და 2-ები. იმათაც კი 5-ები დამიწერეს. მართლა. სკოლის ბოლოს რა. ეგ უკვე ნეპოტიზმია ძმა. ნეპოტიზმი კი არა, სიყვარულია ბიჭო. მასწავლებლები უნდა გიყვარდეს, რომ ეხა ხო გვცემდნენ, გვირტყავდნენ, ჯოხებს გვამტრევდნენ, მაგრამ მე მაინც მაგრამ მიყვარდა. ბავშვების სცემა რაც რა იყო საბჭოთა კავშირში. ნეტა ეხლა როგორ არის თო? ეხლა იმ დედასპეციალურ იმენას როკია. ეხლა ეს ბავშვები ისეთები არიან დააჭერინებენ თო. ბავშვი რაშურაშია, შობილი. არა, არც უნდა ცემო. არა, არ შეიძლება ბიჭო, როგორ შეიძლება. მაგრამ მე ჩემი ვენერა მასწავლებელი რომ შემომცხებდა ხოლმე ჯოღს და ოგიუსტ მასწავლებელი ერთხელ გვესროლა გასაღები ამხელა კიდაღა თავი გაუხედ კერჩებს აკაც თო. მაშინ არ იყო, კაროჩე, ეს კონსტიტუციაში ეგეთი რაღაცები არ ეწერა. მაშინ არ იყო ეგეთი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციები, რაღაცეები და მაგრამ იქიდან პასუხს არ თხოვდა მასწავლებელს არავინ, გაიგე? და იმიტომ ირტყმებინებოდნენ. აბა ეხლა დედიშელიშვილი ხარ და პატარა ბავშვს ხელი დააჭერე. ისე სერგი იცი რომ ეხლა იმდენი ადამიანია დაჭერილი სოლზე ძალადობაზე ძალიან გამკაცრდა კანონი რა. ბიჭო, 1-4 ძმაკაცი მყავს, თო ცოლს ხელი კრა, თუ შემოაშე, ესე რა. არც უცემია და იმენა გასწროკეს 2 წლიანი, მაგრამ 8 წელი მაგრამ ეს ნიშნავს რომ ცოლმა უჩივლა. მაგრამ აი ნახე მარტო ხელის ყრაზე არ იქნება სერგი ეთქობა მომწიფებული იყო ისტორია რა. არა, ხო, მაგათ შორის გრიზნია იყო დაკადაკა, მაგრამ 1-2 წამოვარტყა ამ ბიჭმა, ჩემ მეზობელიას ხოთაშორის და აი ჩემი ზმაკაცის შემთხვევაში მეზობლება დარეკე საპატრულოში. გოგო გაიფაქტა რა, რომ ფიზიკური დაზიანება დაუჭირა. სინიაკები ქონდა? სინიაკის პონჩი რაღაცა და გავიგე, მაგრამ მაგ დროს რო თქვას რომ არ თქვა, არა, თქვა და აუშვით დაიჭირეთ ამის სიზმრ. ხო და ნახე, არა, იცი რა, ეხლა მე რა არა ვარ მომხრე ძალადობა როგორ შეიძლება თო. მithumetes ხალის ცემა როგორ შეიძლება? არანაირად ძმაო, მე ცხოვრებაში მაგრამ იმდენი ადამიანია დაჭერილი რომ რა ხდება სერგი თო. არა, ძალიან ბევრი დღეს ხოთაშორის ქართულ ციხეებში ცოლის შეურაცხყოფაზე ფიზიკურზე. კი. რაღაცები კანონები შეიცვალა რა. აი, ევროპელები ვართ რა. ვა, ართრო.
აი ცოტა გვაკლია რა. აი რა სერგი რა. ეხლა ქალი რო არ უნდა ცემო, ეგ ორჯოლორი 4-ია. რა სისულელია რა ქალუნაც როგორ შეიძლება მაგრამ აი ჩხუბზე რო დააჭერინო ქმარი, ეგიც რა პონტია თო. ეგ არა ქალია და ეგ ორი შვილის დედა როგორ უნდა გაასროკინო ქმარიტო? მაგრამ თავისი სიმართლე აქვს, გაიგე ჩვენ ხო არ ვიცით იქ რა ხდება. მაგას არ ჯობია ჩამოждეთ ცოლ ქმარი და ცივილურად უთხრათ, აი ჩვენ ძმაო. ბიჭო, ეგრე არ არის ეთქობა შენ რა იცი კარები, დაკეტილი კარების უკან რა ხდება თო. ვერ უგებთ ერთმანეთს ჩემო ძირფასო. ეს ზავრი ბავშვი რატო დავავატყობო, რატო დავმართო ნევროზი, ეპილეფსია და რაღაცები. მოდი რა, წყნარად შუა დავშორდეთ, ვიმეგობროთ, შვილები საკეთილ დღეოთ ვიყოთ ჯანმრთელად, ბედნიერად, შენ ცალკე მე ცალკე. ეს არის ცივილური მიდგომა და ეხლა ცემატყება და ტყაპული და მერე სროკები ეგ არის მარაზმი, გაიგე? ეგ ვაფშე იმათ ტვინი არ უნდა თაშ იმათ ცივილიზაციას მე ვერც მოთხო. ცივილიზაცია ეცი რა არის მე რაც ჩამოვაყალიბე ეხლა. მე შემწოს მაგპონტში გავცილდი, შენ აგონია რა. არ მიყვარდა პატვის არავცები. აბა რა ხდებოდა? არა, ნუ ვერ უგებდით რა, სადა დედამიწას ასტავე ვიყავით. მე უსმენდი ჯიმი ჰენდრიქსი და ნატალია ვიტლიცკაიას. მინდა ეხლა იმასთან იმეგობრე. ესე ვეტლიცკაია ლამაზი ქალი იყო. ლა, ვიტლიცკაია და ჟანა აგუზაროვას უსმენდა დავანებე თავი. ჟანა აგუზაროვა რა ზღეროდა? რაღაცა დამავიწყდა. მაგრამ ეგ კიდე განსხვავდებოდა იმ პაპსასაგან. რო ესმინა ზენფირასთვის და მუბიტროლისთვის და ჟანა აგუზარო ზენფირასდონი არისო? ვინ არისო? ზენფირასდონი ჟანა არისო? არა, ბიჭო, მაგას როგორ შევადრი შენ გადაო. არა, რაღაც სხვანაირად ღეროდა პაპსა იყო თო. პაპსა იყო გაქანებული რუსული, მაგრამ იმ გოიმურ პაპსაზე უფრო მაღლა კი იდგა, იქ ვოლოგდაში. აი მაგას გეუბნები, ხო? ბრიანსკის ობლასტში რაღაცა პირამიდები და გახიხილი და რაღაცა დისკოტეკებს ვაწყობდნენ სკოლაში გოიმი რუსები. სერგი პირამიდებზე გამახსენდა. მთელი თბილისი რო პირამიდები დადიოდა, მაშინაც პოლო გიცვა? ისე დავბერდები რომ ჩემ ცხოვრებაში მაშინდელი მოდის პირამიდები და კეტები იყო სანშაინები. არამც მოიცა სანშაინები კი არა ბიჭო. ბიჭიკოსთან ექსპერიმენტები არ გიყიდია? არა ძმო. რუსთაველზე. არა რა რუსთაველზე პეტრიკეტები თო ექსპერიმენტები. არა და ისაც იყო ჩვენ ბავშვობაში მოდაში პლუს ალფა. თეთრი ალფები. ხო, მე ეგ იყო ვაიმე მე არასდროს არ მქონდა და ისე მწყდებოდა გული სერგი. იყო. მე ეგენი არასოდეს რაც როდისმე მოდაში იყო მაშინდელ თბილისში. სერგი. მე ამერიკელები მჩუქრინდნენ რუსთაველის აი ეხა შენ ჩუქრინდნენ და ჩვენ არ ვჩუქრინდეთ, მაგრამ მე ჩალიჩობდი. ეს თეთრი ალფა ფეხსაცმელები. ჩალიჩობდი ძმაო. ვიღაცებმა რო ჩაიცეს, მე ძალიან გატრუხდა რა, ყველას ეცვა. ვაშორე თავიდან. მაგრამ პირველ ტიპებს რო ეცვათ, ეგ იყო მოდი ზეიმი რა. იმ დროინდელი შმოტკებიდან ყველაზე რაც მეცვა, რაც მაშინ მოდაში იყო, ეს იყო 4 ლეიბლი, 4 ბრენდი რა, 4 მარკა. ავარეები. Levi's, Wrangler, Lee და Super Rifle. ეხლა ყველა არ მქონდა აქედა, მაგრამ მქონდა Super Rifle რკინის მარკით იყო. ხო. გახსოვს უკვე რკინის მარკა. Lee სპეკულიანტებთან რო უნდა გვეხიდა. მაჩუკა შემანათესამა ხო, ლოვიდან ჩამოიტანა იმან მაჩუკა, თავისი მაჩუკა ნახვარი. მე გიორგი ცირეკიძე მაჩუკა თავისი ნახვარი და მაგათო ვენაცვალე შლაქსები იყო სერგი შლაქსები კიდე რაზე ვკაიფო ბიჭი როგორ არ შემოვიდა 70 წლების მერე დედაჩემს საწყავს მოკლე კაბა გახსოვთ ქალებს ეგეთი კარესტრიჩკები მოკლე კაბა 60-იანი 70-იანი წლების ეგეთი ლისიჩკა სათვალები და დედაჩემთან მთელ თბილისს ეცვა დაპრესილი საბოები საბო აუ რა მოდაში იყო და ეგ რა ხიპი იყო აი ეხლა ეგ რო ქალებმა ჩაიცვა ვიღაცა რო გავჩნდა შლაქსებში მუქილურჯი შლაქსები საბოები ქალი რო გავჩნდა ვიღაც გოგო კაიტანით იასნია და გაღიღილი მაგარი კოტონის საროჭკა დიდი ვარატრიკით ხო იცი და შავი აჩქები ლისიჩკა აჩქები 60 წლების ხო იცი აი ჟაკლინ კენედის ეხლა რატო თქვი ჟაკლინ კენედი ჯონ ფიჯერალდ კენედის მეუღლე რო იყო ბერს თუ ნახია ტელევიზიაზე და იმიტომ აი ეგ დიზაინი რა კაროჩი რა cat style ქვია მაგას ხო იცი რა არის cat style ანუ ბიჭო ონასის როგორ გაყვატო რა ვიცი ეგ მაგათ უნდა კითხო რა ვიცი ამ გაიგე ფულის პონჩი იასნია ხო აბა ეხლა არა ბიჭო მაგარი ხარიზმიანი და სხვანაირი ტიპი ყოფილა და პირველი კაცი იყო ამერიკაში ჟაკლინ კენედი გაყვა ონასის ველიკი გრეგ გახსოვს ეგ როგორ არ მახსოვს მას თაღადის კურტკა გქონია არტყია ეგ მომცა ეხლა და 1000 ლარს ვიხდი ზესუზი რა ეხატა ამერიკის დროშა ეხატა და სამნაირი იყო მესამე აღარ მახსოვს მე მქონდა
და იმენა გაზეთები. გაზეთის კურტკა, ბიჭო, ქაღალდის კურტკა, მაგითო ერქვა-თო. გაზეთი ეხატა. ეხლა გამახსენდა. ქაღალდის კურტკა, მაგითო ერქვა. Washington Post-ის რაღაც ამონარიდი რაღაცა და თეთრი იყო. თეთრი ქათქათა და New York Times-ის ამონარიდი რაღაცა და აი მაგითო იყო სიტყვა ქაღალდის კურტკა. ეხლა ვხვდები. თქვენ შენ სხვა თქვით. მაიცა უკამ ზესუზირა ეხატა, ამერიკის დროშა ეხატა. ზოგს არ ეხატა, ზოგს სხვა არა, სულ სამნაირი დიზაინი არა, ბევრნაირი იყო. მე ერთხელ მქონე ერთი ცალი. აუ, ქაღალდის კურტკა. მე ვიღაცა მომპარა თუ სოფო, ვაფშე იცი რა არის ქაღალდის კურტკები? რა ენაღლება თავად? აუ, ეხლა ეგ რო პირამიდა ჯინსები, ალფა ფეხსაცმელები. პლუს ალფა მახსოვს რა. ალფა, მაგრამ პლუსი ქონა წინ. შეიძლება. პლუს ალფა, ეგრე იყო ძმო. თუ კიდე დაგიგუგლავ. კიდე რა იყო იმ დროის დამახასიათებელი მოდერნი ატრიბუტი რაღაცა. მიდი აბა გაიხსენე. მოდერნი კი შენ ახარ შემოდგინი და ორჯიბიანი საროჭკები ჯინსის და შლაქსები. საბოები ვთქვი. ხო, მართლა ტყავის გრძელი პლაშები. აუ, ლაიკის პლაშები. აი ახლა რომანში ხო ჩემი დედასპიცა ვარ თუ ჩავიცა. მოიცა, მოკლე ბიჭაკებიც ხო იყო ტყავის კურტკები ერქვა, არა, ლაიკის პლაში. ლაიკის ტყავის პლაში კოჭებამდე ბიჭო რა გოიმობა ჩემი ახლა ეგ მაგრო უნდა ერთი ჩემი უბნელი ბიჭი სერგი ფედრიონი და მთელი ამბები რო დაიწყო ამ კინოებმა როგორ იმოქმედეს ბიჭო ამ კრიოსნიატეცმა და ადნაჟდი ვ ამერიკემტო აი ესე აიწია კურტკა 91-12-ა ტყავის შავი კურტკა კი არა პლაში ჩაიცა ორი ავტომატი აი აქ შეიყარა ძალიან რომანტიზირებული გახდა ამ კინოებმა ძალიან იმოქმედეს როგორ გადმოდი შემოდგებზე უბნებზე კი ბატონო რასკალადებზე დალაგებაზე ურთიერთობებზე გენიალური ფილმებია რა მაგრამ იქიდან ბევრი ისეთი რამეც ავიღეთ ჩვენ რა ჩვენ დროს გაიჩიტა 80 წელი დასაწყისში პირველი ვიდეო მაგნიტოფონი VHS-ის გახსოვს როგორ არ მახსოვს მაშინ გახსოვს ის პერიოდი კორპუსში თუ ერთ პიროვნებას ჰქონდა თელი სასტავი რო იქ ვიჯექი აუ რა გამახსენეთო თელი სასტავი რო იქ ვიჯექი და დღეს მაყურებინეთ ამ ფილმს დღეს მაყურებ და ერთი ჩემი მეზობელი შენი პირველი ფილმები რა იყო სერგი ბრუსლი და მე კარატე შემოვიდა მაგიტო მოდაში. აი მე მახსოვს პირველი 4 კინო. 4 ფილმი, რომელიც ერთად არა, მაიცა გითხრა. როკაძი როკდვა. კუკუშკა. კუკუშკა ხო. გენიალური ფილმი, დღემდე უმაგრეს ფილმად ვთვლი. ხო გახსოვს კუკუშკა? ბიჭო, მახსოვს კი არა, მან ტიპი თუ თამაშობს გიჟი. ვისეთ ვიაჩინო თუ რაღაცა. ხო. მე ასლია გახსოვს. მე მგავს მე ტიპი, თუ ყველა მეუნება იმას გევხარო. გიჟი რო ხარ იმიტომ თუ ვიდი. არა, აი თვალები გობი ჩამოწეულიო იმასავეთო და რამეო და ცოტა ცხურის. კაროჩე, მე მაგას განახე. ნიკოლსონი მაგის მერე მიყვარს რა. ო, ზეკი მაგრა ითამაშა. მე ვნახე, უჟასი გინახია. აი პირველად ვნახე მაშინ ზლავეში ემერტვეცი. იმის მერე მე უჟასი აღარ მინახია, სერგი. ისე შემეშინდა. აი ეკინო რო ვნახე. მე არ მიყვარდა. პირველი ეროტიკული ფილმიც მაშინ. რა, რასაყურებელი. არა, მეც ვერ უყურე. მე ხა შენ კუკუშკა ნახე პირველი და ერთ-ერთი პირველი. არა, 4 ფილმი ვნახე, 4-ვე მახსოვს. და ეროტიკაც ვნახე, სერგი. გრეჩესკაია სმაკოვნიცა. მახსოვს, ხო, ეხლა აუ, ეს ჩემი ტიტალი განახალები რო ვნახეთ. ჩემი პირველი 4-ეულის ფილმი იყო ყველაზე აბა ჩამოთვალე. ყველაზე არა, ერთ-ერთს გეტყვი. ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი იყო, ძალიან სერიოზული ფილმი იყო, კანჩელოვსკის Runaway Train, Поезд беглецов. Ура, бомба ფილმია, ჩემითო. Поезд беглецов. ეგ მე ციხეში იჯდა, ხო? Runaway Train, კანჩელოვსკი მე ორჯერ არა, მე ვიცი, დაჟე რაღაც ისეთ ამბებზე იყო ამერიკაში. ძალიან იჭერე კი იყო. რუსი ამერიკელი იყო, ხო, ხეცი. მე ამერიკაში გასროკეს ეგა. ხო, რაღაცა მახსოვს ეგეთი. აი ეგ იყო Runaway Train. არა, მე ეგ ფილმი მაშინ პირველ ნახვებში არ მინახე. ადნაჟდი ამერიკი. არა, ეგ ვიდეოს ფილმები არ იყო ადნაჟდი ამერიკი. უკვე ტელევიზორში გადიოდა რა. ტელევიზორში გადიოდა და ამირანშიც მინახე. შენ იცი სერგი რო ადნაჟდი ამერიკი. აი დღემდე რო იპროფესოროს ბევრმა ხალხმა უამრავ სიუჟეტზე არის პასუხი გასაცემი. იცი რატო?
8 საათიანი ყოფილა პირველი ვერსია. ბევრი ამოჭრილია, ვიცი. არა, მე რატო ამოჭრეს? იცი, ამ 8 საათიანმა მაგარმა კინო ვერ დაიპყრო თურმე ამერიკული ბაზარი, შეკვეცეს 3 საათში ჩასვეს და ეხლაც კი სერგი, აი რაღაცა კითხვის პასუხია გასაცემი და იმიტომ რომ ისი არის დაჭრილი, რომ უამრავი ვერსია შეგიძლია გამოიყვანო, მაგრამ ეს ეხლა რო არის 3 საათიანი. აი მე სიამოვნებით ვნახავდი 8 საათიან ვერსიას. ნუ ეხლა ის ალბათ აღარ არსებობს რა. არა, სადღაც საოცარი ფილმი. ეგ ალბათ ყველა ტოპ 10-ში შედის. მაუ არქივში ექნებათ, როგორ არა, ის ამოჭრილიც ექნებათ შენახული თო. მაგრამ რას ლაპარაკობს? ნათლი მამასნაირი ფილმი, წიგნის ფილმიც, საოცრება იშვიათია რა. იმენა დონია რა. აი რაღაცები დაამკვიდრა დღემდე რა. კიდე რეებია შენი ფილმები. შენი საყვარელი ფილმები რომელია? ბევრი, რავი, ეხლა ძალიან გთხოვ რა, როგორ თემა იცი? საყვარელი შვილი რომელია 10 შვილის მამას რო გითხო რა. ვიცი რა, ფილმი მაინც შეიძლება რაღაცების ამორჩევა. შენ რო იცი ხოლმე შენი საყვარელი მომღერალიო, იცი რამდენი მიყვარს, გიждები. მე გეთანხმები, ხო? ვერ ვარჩევ ერთი მოზგა, მაგრამ ორი არის ჩემი კუმირი და ხო გითხარი. ვინდავი? ანუ ხო გითხარი 10,000 ჯერ კაცო რა. მე მითხარი რა ხალხს ეუბნები ახლა. მაგაცი სურათები, პლაკატები მაქვს სახში თო. ჰა? ხო გითხარი ჯო ჯექსონი ლონდონელი კონსერვატორიის ლექტორი, 16 ინსტრუმენტის ბრწყინვალე მფლობელი, ვირტუოზი, ფენომენალური ჯო ჯექსონი. ეს არის ალტერნატიული როკ-ენ-როლი რა და ელვის კოსტელო რა, ნიუ ვეიფი რა. ელვის კოსტელო მახსოვდა ხო ჯექსონი არა? ჯო ჯექსონი, თეთრკანიანია, ვიღაც ვანიას. აბა მაიკლ ჯექსონიო. არა კაცო რა, მაიკლ ჯექსონი დიდი იყო კაცო, დიდი პოპის ისე განიჭიერი. რა, ბიჭო, პოპის დააყენა 50 კაცს და USA for Africa. 60 კაცის დირიჟორი იყო და მაგან გაარჩია ყველა ნოტი და ყველაფერი. გიჟი იყო ბიჭო, მაიკლ პოსტო პოპსა იყო და პოპსაშიც მაგარი იყო. მე მაიკლ ჯექსონი პირველად გავეცანი პირველად სოხუმში. ვისვენებდი მე და ჩემი და ეშერაში საწყალი რა მაგარი იყო. უჩხოს ეშერა, ნიშნა ეშერა. და იქ იყვნენ რა იცი, ზანგები იყვნენ ჩამოსულები უკრაინაში. ხარკოვსკი სელსკახაზიაისტვენი ინსტიტუტ და სელსკახაზიაისტვენი ინსტიტუტი რა არის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის და ხარკივ ეგრე უკრაინულად ხარკივ და ჩამოსულები იყვნენ და ჩვენთან ბაზაზე ტურბაზაში ცხოვრობდნენ სადაც ჩვენ ცხოვრობდით რა ოჯახი რა ზანგები იყვნენ კონგოდან კონგოს ოღონდ დემოკრატიული რესპუბლიკა არის კაპიტალისტური კონგო იყო მაშინ SSR-ის დროს კაპიტალისტური ზაირი და კონგო არა ზმაო მოიცეთეთ მალაპარაკე ზაირი რა შუაშია ზაირი აქვს სხვა ქალაქი არა კონგო იყო ჩრდილოეთში იყო დედაქალაქი იყო კინშასა რუსების იყო კინშასა და სამხრეთში იყო დედაქალაქი კონგო დედაქალაქი ბრაზავილი ეს იყო კაპიტალისტური კონგო და ორად იყო გაყოფილი ხო როგორც გერმანია გაიყურა ერთი იყო სოციალისტური მეორე კაპიტალისტური ეგრე იყო მაშინ გაყვეს რა კაროჩი მაშინ სამოქალაქო ომი მოხდა რაღაცა მოხდა და კაროჩი რა მე მგონი საუკუნის შუა წლებში იყო აღარ მახსოვს ჩარტ ერთი სერგი ჯიპიტი ხო და ეს კონგოელი ბიჭები დავიძმაკათე ზანგები იყვნენ მაშინ ქონათ ჩამოტანილი ხარკოვიდან ინსტიტუტიდან ეგენ დადიოდნენ საფრანგეთში და იმაში როგორც ჩვენ ახლა დავდივართ აქეთ რა და ტრისი მიორკი ქონათ ვერცხლისფერი შარფი მაგნიტაპ ასეტები იყო ესე იგი ტეიპ რეკორდერი იყო რა და რადიო ქონა იასიაზე და მაშინ სად იყო CD სად იყო ეს შენი ის პატარ რაღაცები რა ქვია ახლა რო ეძახიან ხო პატარ ჩიპზე რო ჩაიწერე 10,000 სიმღერას ხო და მაშინ გავაძრე პირველად 84 წელია დათო ხო მაიკლ ჯექსონის ტრილერი აუ რავი кайფე ტრილერზე მე სხვათა შორის ტრილერი მართლა number 1 ალბომია რა ტრილერი ყველაზე მაგარი ალბომია რა მე არ ვიტყვი რა სხვა ბიცუდი ალბომებია ყველა მაგარია მაგრამ ტრილერი არის მაგისი ვიტყვიან არ ვიცი რა კარენოი ალბომი რა და აი მაშინ შემიყვარდა როგორღაც მაიკლ ჯექსონი მაგრამ მე ჯო ჯექსონი თეთრკანიანი ჯო ჯექსონზე გელაპარაკები შენ რომელიც არის ლონდონის კონსერვატორიის დღემდე მოქმედი ლექტორი და ბავშვებს ასწავლის 16 ინსტრუმენტს ცოცხალია და იცი ვის გავს ტიპი რონა ხო აი რუსის ვანიას გავს თო მელოდია კურნოსა უკანა ცოტა თმები და აი რას ხეხავს იცი და რა მელოდიური და რა ბალადები აქვს იცი
აი და просто გატირებს ტიპი რა. მე შენ ერთი ორ ბალადას გამოგიგზავნი გამომიგზავნე. WhatsApp-ზე. საღამოს ძილის წინ მოისმინე, ოღონდ მოისმინე ნაუშნიკებში. რატო ის სისტემა მეგაბასის აკუსტიკური სისტემა და ის ყველაფერი კარგად შეიგრძნოს ორგანიზმმა. აი გარდათ ჰაერზე რო უსმენ მუსიკას, ცოტა ნაკლები აღქმა და ნაუშნიკებში რო უსმენ, ხო? შემოდის ორგანიზმში, უფრო ეფექტურია. რამე გაიკეთე ერთი ორ ბალადას გესწრი საღამოზე, აუ დედა იმასაც გესწრი ერთი ორი შუსტრები როა, მაგრამ ყველაფერი მელოდიურია, ყველაფერი ტაქტია, ზატაქტი არ არსებობს, ყველაფერი ტაქტია. ინსტრუმენტალისტები ყავს მხეცები რა, სულ ყველანი არიან აკადემიკოსები, თო, ჯო ჯექსონი, ეს არის როკის მამა, თო. აი სტიქიაში ხარ ეხლა რო ბაზრობ, არა? კონგოს და ზაირს მაინც უნდა დააკავშირო ერთმანეთთან. ზაირი მეზობელი ქვეყანაა, კაცო. მეზობელი კი არა, ერთი სახელია, ბიჭო, ერთი ქვეყანა იყო. ეხლა დაარქვეს ზაირი? ეხლა დაარქვეს კი არა, ადრე ერქვა, ხო, აღარ მახსოვს რომელი. არ ვიცი, მე ჩემი კონგო, ჩემი კონგო კაი. შენი კონგო და შენი ზაირი არის, ხო, 9-0 რო წააგოტო. ვერ ვიხსენებ. კონგო იყო ორი. ეს იყო დედაქალაქი ზემოთ კინშასა, ქვემოთ ბრაზავილი. ერთი იყო კაპიტალისტური. ხო, მაგრამ ზაირი მე მგონი იყო ძველის სახელი. არ ვიცი, მე ზაირი გამიგია და ვიცი ზაირი ქვეყანა, მაგრამ მე კონგოელი კაი ბიჭია, კონგოს მოგესწრები. კონგოელი კაი ბიჭი სერგი ინასარიძე. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ცოტა დავისვენებთ და მესამე სერია პრაქტიკულად გადაღებულია. კი ბატონო. მომავალ შეხვედრამდე, მეოთხე სერიიდან უკვე გვეყოლება სტუმრები.